მოგესალმებით, ძვირფას მაყურებელო, დაბრუნდი ეთერში დიდი ხანი არ ყოფილვარ, ხან სხვა ეთერები იყო, ხან მე ვისვენებდი და დაბრუნდი საინტერესო ეთერი, ჩემი სტუმარი აინი წითლიძე. მოგესალმებით. და მიუხედავად იმის, რომ მთელი ქვეყანა ნაცების შიდა ამბებზე არის გადართული, მე უკვე მომბეზდა, მე ხარ როცა არ ვიყავი მაშინაც კი მომბეზდა, ანუ გარდა შორიდან რომ გიყურებდით. და თან ასეთი საინტერესო თემა გვაქვს, იმიტომ რომ აინი წითლიძემ გამოუშვა წიგნი. რომელსაც ქვია, აგერ მაქვს წიგნი, რეგიონული მართლობა და დეცენტრალიზაცია საქართველოში. ნახეთ, რა წიგნია და რო დავინახე წიგნი, გავოგდნი ესე იგი. Facebook-ზე ხარ რომ ანტიქსერს ვეთქი. იმიტომ კი არა რაღაც ანის რაღაც ინტელექტუალურ შეძლებას შეეჭვმეპარებოდა რაღაც. უბრალოდ ამის დრო არასოდეს არ აღვაქვს. მე ძალიან სიამოვნებით დავჯდებოდი წიგნის წერაზე, მაგრამ მე ფიზიკურად არ შემიძლია ტვინი გადავშტო. ანუ სახში რომ მოვდივარ, რა შეიძლება ტელევიზორში ჩავრთო, კომპიუტერი ვითამაშო, მაგრამ აი გამოწვევა იყო კი ჩემთვის. კი და მით უმეტეს ახლა ჩემი პროფესია ახლა მე უნივერსიტეტში მუშაობდი, სამ პოლიტიკაში მოვიდოდი, ახლა იდეაში უნივერსიტეტში მუშაობ თუნდა პასიურად და რო დავინახე რომ ადამიანები რომელიც აი პოლიტიკით არის დაკავებული, იმის შნო აქვს თუნდაც რომ წიგნი დაწეროს, ესე იგი ძალიან დავიდი. თან თემაც ახლა ლექსები რო დაეწერა, იტყოდი რომ ნუ ხო ეს დაშა მუზა კონდა. მე და ლექსები. ნუ ხო ხდები ლექსი დაწერა კიდე შეიძლება ახსნა რა. პოეტია კაზე რაღაც დაწერა. ეს ამ შემთხვევაში რაღაც პოლიტიკურად აქტუალური თემა დეცენტრალიზაცია საქართველოში, რაღაც სხვა ყველა ამაზე ვაყრობს, სხვა ყველა ლაპარაკობს და ესე იგი მე გამიშთა ძალიან დიდი ინტერესი და დაუკავშირდი მეთქე მოდი ეთერი მეთქი წინ გავარჩიოთ მეთქი და დღეს ვილაპარაკებ დეცენტრალიზაციაზე. და ზოგადად რეგიონებზე და საერთოდ მე მგონი ძალიან შორს ვართ რამე დეცენტრალიზაციისკენ, პირიქით ცენტრალიზაციისკენ მივდივართ, მაგრამ აი ხო ყველა ამას ლაპარაკობს. ეხლა ჩვენც ბევრი გვაქვს ნათქვამი და რო კითხო ეხლა კონცეფს რეგიონული პოლიტიკით არიან დაკავებული რეგიონების გაძლიერებით. დღე და ღამე სამი წუთი გვაქვს ის რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის, რომლის პირდაპირ ვალდებულებაც არის, მათ შორის რეალურად ზეცენტრალიზებული სახელმწიფო ვართ რაღაც გაგებით და მაგრამ სანამ დავიწყებოდით ერთი მომიყევი როგორ შეძელი ამ წიგნის დაწერა, როგორ ახერხება ეს რა უცნაურ შეთავსებას რა, იმიტომ რომ მე ვერ ვახერხებ. მეც შემოვიდა დავიწყებოდი წიგნის წერად, მაგრამ და პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. მე ყოველთვის ძალიან განსაკუთრებულად მიხარია თქვენთან სტუმრობა. ვიცი რა, ეს სეტაპი მეც გავიარეს ხოთა შორის ახლა რაზეც ჩვენ საუბრობდი, რომ აი ეს რო გონია, რომ დრო არა გაქვს უბრალოდ ამისი და აი უბრალოდ ეს სხვა რაღაც მარტივი პროცესი, რომ უბრალოდ ადექი და დაწერა. ახლა უნდა კონდეს ამის განწყობა პირველ რიგში, რომ დავждე და რაღაცნაირად თავი აიძულოთ. ახლა იმ საგიჟებში რაში ზოგადად ვართ ხო, პოლიტიკოსები და ამ რაღაც ისეთ გრაფიკი რო ახome რო ვერ ხვდები, როდის რა გაქვს და ამი უნდა მოერგო და გიჟივით უნდა ირბინო ხან ეთერიდან ეთერამდე და ხან აქციიდან აქციამდე და ასე შემდეგ. ეს ძალიან რთულია. მაგრამ ამ ყველაფერშიც რა ეს აი ამ რეაქციებით მივხვდი ეს წიგნი რომ გამოიცა კავკასიის უნივერსიტეტმა გამოცა ეს წიგნი დავით ლოსაბერძის რედაქტორობით მივხვდი რომ აი ამ 14 წლის განმავლობაში ადამიანები მე მიცნობენ მარტო იმით რომ წინა ხაზზე ვარ ბრძოლის ხო ანუ იქ ანუ ახსოვთ ძალიან კარგად როგორ ცემე მე ანრიო ხანაშვილია მამუკამ დინარაძე მათ შორის კიდე რავი დაჩიბერაია და ასე შემდეგ მაგრამ ეს აღმოჩნდა სიახლე და მე ეს ცოტა გამიკვირდა გამიკვირდა და რატო გამიკვირდა? იმიტომ რომ არ არის ეს ჩემი პირველი სამეცნიერო მონოგრაფია და წიგნი. ჩემი პირველი სამეცნიერო წიგნი არის ადგილობრივ თვითმმართველობაზე საქართველოში და ბალტიისპირეთის გამოცდილებაზე, რაზეც იყო ჩემი დისერტაცია 2021 წელს. ამიტომაც ჩემთვის ეს რაღაცა ასევე პარალელური ცხოვრება არის პოლიტიკასთან ერთად, პარალელური ცხოვრება არის და ასევე ბოლო რამდენიმე წელია, ალბათ დაახლოებით თუ ზუსტად დავითვლი 2015 წლიდან, როდესაც მე ლექციებს ვკითხულობ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში. და აღმოვაჩინე, რომ ადამიანებისთვის ეს არის სიახლე. კაცო, მეც ასე ვფიქრობდი, მაგრამ მე ეხლა ამ შემთხვევაში არ მქონდა გაცხადებული, შენ რო ჩვენთან ჯარისკანონზე იყავი რა, მახსოვს რა, უბრალოდ მოგიყვებდი რა. მე ხო ამზადებდი ამ კითხვებს რაღაცას, რომ ვიღაცა ჩავრთვა ამ ყველაფერში რა და ну, ვინც ახალი ჩვენი ხარდაჭერი ყავთ მაყურებელი, ზუსტად რამდენი წელი 3 წელი გავიდა ხო 23-ში იყო ხო? ზუსტად 3 წელი აი ამ დროს ესე იგი მიდიოდა ბრძოლა პარლამენტში და ჩვენ ვებრძოდით ამ თავდაცვის კოდექსს და ან იყო ერთადერთი ადამიანი, ვინც აი სრულფასოვნად გვეხმარებოდა და მას რო თავი განხილვა იყო რაღაც აი ამ ივლისის დასაწყისში იყო ზუსტად 3 წელი შესრულდა. დილას რო დავიწყეთ და დავასრულეთ გამე რო დავასრულეთ და ეს გახეული მის პერანგიძე ვარ, იმიტომ რომ სარჯელოს მეჩხუბე მაშინ რაღაცა და მთელი ეს ამბავია რა.
ხო და მაშინ ეს ვინც იყო ოპოზიციონერები წავიდა რა ვიღაცა მეთქი თქვა და წავიდა რაღაცა და მარტო ანი დარჩა და გვერდზე დაგვიჭდა ასე ჩვენ ხოთხი ვარ და გვერდზე გვიდის და მიყვება და ყოჩახანიო მარტო თუ კი არ გეუბნება რა ჩვენ ყოველ თმეს უყურებთ და მოლოდინი არა რომ რაღაც ყველა დაიცალა ყველა მიგვატოვა რაღაცა და ანისაც ასე ვიცნობთ რომ ხო ეს ეხა რაღაცა ესვრის ალბათ რაღაცა და ზის და ერთი ხო ვალა кай კითხვა და ყოჩა ხო რაღაცა და ხო ერთმანეთს უყურებთ ანდრეშთან ნახე რა და იმის შემდეგ მე ზოგადად კი არ გამიკვირდა ეს, მაგრამ არ მიკვირს ის რომ ხალხს გაუკვირდა, იმიტომ რომ ეხლა შენ პოლიტიკურად რო შეხ, პოლიტიკურ რაღაც აქტივობა, სულ რაღაცა ჩხუბში ხარ, რაღაცა და ეხლა ადამიანი გამოდა ციგს დაწეს, ხო ის ისეთია რა. და თან 14 წლის განმავლობაში მე ამაზე რო ვფიქრობდი, აი ხა რასაც შენ ხო ეს ერთადერთი ნორმალური პროცესი იყო მაგ პარლამენტში, როდესაც აი რაღაცა, აი თუ გიდოდა რომ გინახარო საერთოდ პარლამენტი როგორ მუშაობს, ეს იყო ეს თავდაცვის კოდექსის განხილვა, ხო, რეალურად. და მაშინ ხო მანდაც ხო ეთყობოდა აი ინტერესი როგორი იყო, რომ სულ რამდენიმე ადამიანი დავრჩით გინდა ოპოზიციიდან ხა კოცები გასაღები იყო, მაგრამ ხო, ანუ რა შეგვაჩვიან ამ 14 წლის განმავლობაში, ხა კოცებმა რა შეგვაჩვიეს, რომ აი სულ რაღაცა ქაოსია, ხო? აი სულ რაღაცა გიწევს, რომ რაღაცაში მათ შორის ფიზიკურად იბრძოლო. მათ შორის ხა იმის განხილვის შესაძლებლობა, რომ მან ნორმალურად რამე განგვეხილა ხო არ ქონდა სანდრო, მაგას ხომ ნახულობდით, ხო? გადადიოდნენ მე პირდაპირ ფიზიკურ დაპირისპირებაში, ან კიდე რა ვიცი, რაღაც სიგიჟეში, მაგრამ ხო, მივხვდი მაგას, რომ ეს რაღაცა ახალი იყო ყოველ შემთხვევაში და ჩათვალეს რომ ახალი იყო, მაგრამ ნუ არ არის ეს ჩემი პირველი სამეცნიერო ნაშრომი, მე ასევე დეცენტრალიზაციაზე მაგ და რეგიონულ მართლობაზე, ჩემი საერთაშორისო არტიკლი, სტატიები და ეს არის თემა, რომელზეც მე სადღაც უკანასკნელი 15 წელია უკვე მუშაობ, იმიტომ რომ პოლიტიკაშიც მე არა ვარ თბილისური ელიტის ესე ვთქვათ რაღაცა პოლიტიკოსი, მე რეგიონული პოლიტიკიდან მოვედი და იქამდე რომ აი ეროვნულ პოლიტიკაში ყოფილიყავი, გავიარეს აბსოლუტურად ყველა გზა რეგიონულ პოლიტიკაში, ხო? აი პოლიტიკურ პარტიაში რომ მოვედი, დაწყებული კოორდინატორობიდან მოვედი აქ პოლიტიკურ საბჭოში და როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ხო? ამიტომ ჩემთვის მანდაც ზუსტად მაგას ვამბობ, რომ ჩემთვის დეცენტრალიზაცია ეს არის რაღაცა უბრალოდ თეორიული ცნება, რომ იქ რაღაც ფისკალური დეცენტრალიზაცია ჭირდება მუნიციპალიტეტს ან პოლიტიკური დეცენტრალიზაცია და მხოლოდ ეს ან მხოლოდ რეგიონული განვითარება, იქ გუბერნატორი ეყოლება თუ არ ეყოლება. ანუ რეალურად არის ჩემი ცხოვრების წესი მათ შორის. ამიტომაც ეს თემა არის ჩემი კვლევის და ზოგადად სამეცნიერო კუთხით ყველაზე თარგეტირებული, რაც მოხს არის ეს და მომავალში ზუსტად ამაზე მინდა ვიმუშაო და ამ წიგნის მიზანიც, მთავარი მიზანიც ეს იყო, რომ ეს დაგვინახა საერთოდ რა არის ეს დეცენტრალიზაცია და რეგიონული მართლობა, მაგრამ ნახე რა გამიჭირდა თავიდან, აი რაც შენ თქვი. რომ აი იმდენად ვიყავი გადართული და ალბათ ამაში მადლობა ეკუთვნით კოცებს დღეს პარლამენტში, რომ მე ამის დრო არ მექნებოდა. ნამდვილად არ მექნებოდა ამის დრო. მაგრამ აი დაბრუნება ჩემს სამეცნიერო საქმიანობაში აი მაგ ხა აი ამ აქტიური ესე პარლამენტში ყოფნის დროს და რაღაცა მე ლექციებს ვკითხულობდი უნივერსიტეტში, მაგრამ აი ეს სხვა არის და კიდე რომ მუშაობ სამეცნიერო მონოგრაფიებზე, კიდე საერთოდ სხვა არის, ხო? და ბოლო 3 თვის განმავლობაში ამის გარდა კიდე 3 სამეცნიერო ნაშრომი მქონდა, რაც გამოვაქვეყნა. ეს არის, როცა შენ გჭირდება 24 შვიდზე დაждე, უბრალოდ და მხოლოდ ამაზე იფიქრო და ხეიც შენ კონცენტრირებული უნდა იყო, მხოლოდ ამაზე და სხვა რაღაცით არ უნდა დაკავდე. და ამის დრო რომ მქონდა და გამომიჩნდა და რომ გადავწყვიტე რომ მოდი ეს ყველაფერი გავაკეთო, ძალიან გამიჭირდა დაბრუნება. ეს კონცენტრაცია გამიჭირდა ძალიან, იმიტომ რომ სულ რაღაცა ხდება და სულ გაქვს ცნობა, რომ იცი რაღაც პოლიტიკურად აქტიური რაღაცა მოხდა და ეხა იქნებ ამაზე და მე აი იმდენად ეს ხო რეალურად არის პროცესი მათ შორის შენი პერსონალური განვითარების და შენი პროფესიული განვითარებისას და ეს რაღაც მოგზაურობა არის არგუმენტებს რო იწებ თან და ამ არგუმენტების ჭიდილში რო ხარ მე რეცენზენტების, მე რედაქტორის და დავით ლოსაბერიძის მუშაობა კიდე ცალკე სიამოვნება იყო ამ ხრივ და შემდეგ უკვე საკუთარი თავი შევაჩვე და ეხა როგორ ვარ იცი რომ აი ახლა გულწრფელად რო გითხრა ეთერში რომ მივდივარ დრო მენანება რომ აი რაღაცას ხა რომ მოვდიოდი აქ მიუხედავად იმისა რომ აქ ყველაზე მეტად მიყვარს ამ ბავშვები ვფიქრობდი რომ ოკეი, კაი, ერთ საათს არა უშავს. და მე რომ მივალ ისე გავაგრძელებ, რომ მეორე წიგნზე მუშაობ კიდე და აი მაგას მე კიდე გავაგრძელებ. ხო, არისო მარტივი, მაგრამ ეს ასევე ჩემთვის არის რაღაცა მოგზაურობა და ცოტა ხანი გარიდება ზოგადად აი ამ რაღაც პოლიტიკური ისეთი პროცესების, რომელიც მე ვთვლი რომ შეიძლება ამ ეტაპზე უმნიშვნელო არის. ხო, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ჩემი აზრით, რომ რაღაც გააზრებული ხედვა ეხა ჩვენ ყველას ერთად თუ ცალ-ცალკე გქონდეს იმისი მაგალითად როგორი დეცენტრალიზაცია გვინდა გქონდეს ქვეყანაში, როგორი რეგიონული მართლობა გვინდა გქონდეს ქვეყანაში, როგორი ადგილობრივი თვითმმართველობა გვინდა. ამაზე ხო დისკუსია არ მიმდინარეობს, ძალიან ცოტა ადამიანში მიმდინარეობს მხოლოდ. მე ეს წინის წერეთ ის აქვს უპირატესობა, რომ შენ იგივეზე ლაპარაკობ და საჯაროდ
შენი პოტენციური ოპონენტი შეიძლება იყოს ძალიან სუსტი რა, იმიტომ რომ აი შენ ხო ყველაზე ჭკვიანზე არ შეიძლება გათვალო შენი არგუმენტი, შენ ხო ძალიან ფართო მასაზე ვიჭირდება და გიწევს რომ ის ყველაზე ნაკლებად ინფორმირებულია, ის ყველაზე ნაკლებად აღელვებს, იქეთ რაღაც გეჩხუბება, იმასაც უნდა აუხსნა, ეგეთ და შენი არგუმენტის ხარისხი ძალიან უფასურდება რაღაცნაირად რა. წიგნს წერს შენ იდეალურ კითხვაზე ორიენტირებ რა, და ის შენ თავში რაღაც კითხველია, რომელიც რაღაცნაირად რომელიც შენ თუმცა იცი რა არის, ეს მე დავიჭირე, რომ მე მინდოდა რომ ეს წიგნი ყოფილიყო არა იმაზე, რომ აი მაგალითად პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი ანა წითლიძე წაიკითხავს ამას, ან ეს პროფესორი სანდრო წაიკითხავს და გაიგებს. აი ძალიან მინდოდა რომ არ დამეკარგა რა და ამას ვეუბნებოდი სულ ჩემს რეცენზენტებს და რედაქტორსაც, რომ მე არ მინდა რომ ეს იყოს წიგნი, რომელსაც წაიკითხავს პირობითად საქართველოს მოსახლეობის რაღაც 80% და იქიდან 79% ვერ გაიგებს ამ წიგნს. მე მინდოდა რომ ეს ყოფილიყო ძალიან ადამიანური, ეს ცოტა კიდე საჭიდაო ამბავი იყო, იმიტომ რომ სამეცნიერო ტერმინოლოგია კიდე სხვა არის, არგუმენტაცია კიდე სხვა არის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ ძალიან ვეცადე, რომ არა მხოლოდ ეს წიგნი ხო განკუთვნილი არის სტუდენტებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც სამეცნიერო საქმიანობით არიან დაკავებული, იმიტომ რომ ძალიან მწირია ლიტერატურა ადგილობრივ თვითმმართველობაზე და რეგიონულ განვითარებაზე საქართველოში, მაგრამ პირველ რიგში იმ ადამიანებისთვის, რომელსაც შეიძლება რაღაც განსაკუთრებული ცოდნა არ აქვთ რეგიონულ განვითარებაზე და ადგილობრივ თვითმმართველობაზე და დეცენტრალიზაციაზე, მაგრამ ამ წიგნს რო წაიკითხავენ, უბრალოდ გაიგონ ზოგადად რა არის ეს და რატო არის ეს მნიშვნელოვანი. ამიტომ ძალიან ვეცადე, რომ მათ შორის ესეთი ყოფილიყო. სამეცნიერო ტერმინოლოგია ხშირად მოსაწყენია ხოლმე და ხშირად გამღლელია ხოლმე. მე ზოგადად თუ ადამიანი მივიდა, ჩემი გამოსვლით ადამიანი რო წიგნი რო აიღო, კითხვა დაიწყო, ჩათვლილი ის იმდენად მოტივირებული, ხა თუ ეხლა ძალიან სულ აწერ თუ უბრალოდ დაალაგებული ნორმალური ტექსტია რა, აი ქართულის ამბავში და აი რაღაც ძალიან ჩახუჭუჭებული რაღაც გადაწყენილი მათემატიკი და არის, ანუ თუ ნორმალური ინტელექტის ადამიანი ის უკვე მოტივაციით დაძლევს რა. თავი პრობლემა ის რომ ამ წიგნს ზოგადად ხალხი არ კითხულობს. წიგნამდე უნდა მივიდეს კი და თან ხო და ის თუ მივიდა იქამდე რომ იმან აიღო და გადაშალა და აი დაიწყო ის კითხვა და ეს ხო დამატებითი ისე. ამიტომ მინდა კიდე ძალიან და უნივერსიტეტი დიდი იმედი მაქვს რომ სექტემბრამდე ამასაც მოაგვარებს რომ მათ შორის ელექტრონული ვერსიაც იყოს, იმიტომ რომ ბევრი ესე წიგნსაც და ეს სტუდენტებს განსაკუთრებით კონტენტ ამის შესახებ ხო ეს ხო გამოწვევაა რომ ბევრი წიგნს არ კითხულობს, მაგრამ ეს იმის ანიშნავს რომ ჩვენ არ წეროთ ხო ჩვენ წერს და წიგნები და ესე შენ დაგიბრუნდება იქ მეც ესე მეგონა რომ როცა დავიწყე ამაზე მუშაობა აი მეგონა რომ ღმერთო ჩემ აი ერთი აი პირველი თავი თეორიული ნაწილი რომ დავიწყე, ყველაზე რთულია წესით ხო. თან ყველაზე საინტერესო რა არის რომ ამ წიგნში ასევე თეორიულთან ერთად არ არის ეს მხოლოდ თეორიული განხილვა ადგილობრივი თვითმმართველობის თეორიების და რეგიონული მმართველობის და დეცენტრალიზაციის. აქ არის ასევე ემპირიული კვლევა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ესე დროს და რას ეყრდნობა ეს ემპირიული კვლევა. ეს ემპირიული კვლევა ეყრდნობა მათ შორის ინტერვიუებს, ღირსშესანიშნავ ინტერვიუებს ამ 14 წლის განმავლობაშიც, რაც და მე რო ვთქვი რომ რეგიონული პოლიტიკოსი ვარ, ორჯერ არჩეული ზუგდიდი საკრებულოს წევრი ვიყავი და აი ადამიანებთან, ყოფილ საკრებულოს წევრებთან, მოქმედ საკრებულოს წევრებთან, ჩვეულებრივ მოქალაქეებთან იმასთან დაკავშირებით რა იციან საერთოდ დეცენტრალიზაცია, რა გამოცდილება აქვს საერთოდ დეცენტრალიზაციაზე, ადგილობრივ თვითმმართველობაზე, რა შეხედავენ, რა არის პრობლემა, რა არის პრობლემა და ასე შემდეგ. და ეს ემპირიული კვლევა შემდეგ ავსებს უკვე იმ თეორიულ ნაწილს, მაგრამ რომ დავიწყე მაგაზე, აი მეგონა რომ მორჩა 10 გვერდი რომ დავწერე, მეგონა რომ მორჩა აქ გავჩერდი და აღარ მოვიხედა უკან, მაგრამ დაგიბრუნდება ეგ. ეგ ხო იცი როგორ რაღაცა მაგაში ერთხელ რო ხარ. მე ეგ მესმის ხო უბრალოდ მე სხვა პრობლემა აქვს, უბრალოდ შანსი არის რომ ერთი დღე გავიდეს და მესიჯი არ მოვიდეს, რომელზეც პასუხი უნდა გავცე. აი ეგრე მეც ვარ, ეგრე აი ხო ნახე ეგ ხო პრიორიტეტების დალაგებაზე. მე საბოლოოდ ხო მე ახლა მე მიზეზი ყოველთვის მქონდა, რომ აი ხა მაგალითად ვიცი რომ პირობითად თუ მანამდე დღეში მქონდა 3 და 4 ეთერი, მე ამ პერიოდის განმავლობაში როცა წიგნზე ამაზე მუშაობდი და ახლა მეორე წიგნზე მუშაობ, მე ძალიან ესე ვთქვი, განსაზღვრე პრიორიტეტი, რომ ამ წუთად ჩემი პრიორიტეტი არის რომ მე ის გავაკეთო და რა ვიცი კვირაში ორჯერ ვიქნები და არ დავაკლდები ხო ეხლა რაღაც ისეთი არ ხდება რომ ცეცხლი ეკიდოს რაღაცას და აუცილებლად ჩემი მანტყოფთან ჭირდება არა ცეცხლის უგიდია მაგრამ ეხლა ისე რომ ამ წუთას რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი იყოს და ძალიან აუცილებელია რომ მე ვიყო თორე ეხლა რაღაცა პროცესები თუ დაიწყო ბიზნესის წინააღმდეგ მე რა გამაჩერებს ეხლა იქ არ ვიდგა რა დროს ციგნია ეხლა რა დროს ციგნია საერთოდ და რა დროს რამე სამეცნიერო საქმიანობა მაგრამ ხო ეხლა ხო ეს პერიოდი ამის შესაძლებლობას მაძლევდა და აი ვთქვი რომ ეს პრიორიტეტია ეხლა ჩემთვის რომ აი თუნდაც რაღაცა კვირაში 3 დღე დავუთმო რაღაცას ნაკლებ მნიშვნელოვანს და უფრო მეტი დავუთმო ამას და ესე გავანაწილე.
აი, ნუ მოდი საქმეზე გადავიდეთ, ესე იგი, ეს გავარჩიეთ რაზე შინ წინ რა ემუქრება ჩვენ, აფროსად რა უნდა მოხდეს, რომ რამე დეცენტრალიზაცია მოხდეს? ნუ პირველ რიგში ეს რეჟიმი უნდა შევცვალოთ, მაგრამ აი, ეს უკვე დეფოლტი გასაგებია შენ შემთხვევაში, რომ მე საერთოდ ყველაფერში ესე ის რა ქვია, ავიწყებ. რომ რაზეა ეხა ეს წიგნი. არის იმაზე, ეს არ არის ადგილობრივი თვითმმართველობაზე, მოდი ესეც ის. ადგილობრივი თვითმმართველობა განხილულია, მანდ იმიტომ რომ რეგიონული განვითარების გარეშე წარმოუდგენელი ადგილობრივი თვითმმართველობის განხილვა, მაგრამ ადგილობრივი თვითმმართველობაზე კიდე ცალკე დამატებითი კვლევა არის და მე ვთქვი, რომ ჩემი პირველი მონოგრაფია, რომელიც ასევე გამოიცა, სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობაზე იყო, მაგრამ ეს არის იმაზე, რა არის საერთოდ რეგიონული მმართველობა. როგორი რეგიონული მმართველობა გვაქვს? და რა გვინდა, როგორი რეგიონული მმართველობა და დეცენტრალიზაცია გვინდა გქონდეს. აი ეს არის კითხვები, რასაც პასუხობს ეს წიგნი და განხილული არის თეორიული ჩარჩო რეგიონული მმართველობის. თქვენ იცით, რომ ეს დისკუსია ზოგადად საქართველოში არის ხო უნიტარული თუ ფედერაციული სახელმწიფო თუ კიდე რაღაცა შუალედი რეგიონული სახელმწიფო. და ამას თავისი პრობლემები ახლავს თან, ჩვენ პირდაპირ კონსტიტუციაში ჩანაწერო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე ხა საქართველოს ადმინისტრაციულ ტერიტორიულ მოწყობაზე საუბარი არ შეიძლება და მერე უნდა იყოს. და ამ შემდეგ, მაგრამ ეს რაღაცა ცალკეულ, ესე ვთქვათ, ვაკუუმს ქმნის კიდე ამ საკითხთან დაკავშირებით, ხო? რომ რაღაცა ესეთი ტაბუდადებული თემაა და ზოგადად რეგიონულ განვითარებაზე საუბარი ითვლება, რომ ანუ რაღაცის სეპარატიზმია, მოდი პირდაპირ ვთქვათ, ხო? ესე ითვლება და ბევრი მოწინააღმდეგე ყავს რეალურად და რეალურად რო ეძიები ამ არგუმენტებს მე ნახულობ რომ ესეც საერთოდ ყოველგვარ არგუმენტის გარეშე და დასაბუთების გარეშე რატო არის ეს სეპარატიზმი და რა არის რეგიონული განვითარება რატო შეიძლება საფრთხე იყოს მაგრამ ეს თეორიული ჩარჩო სწორედ ამას განმარტავს რა არის საერთოდ რეგიონალიზმი და რო რეგიონალიზმის მთავარი მიზანი ეს სეპარატიზმის გაღვივება კი არ არის ხო პირიქით ანუ რეგიონალიზმი არ გამორიცხავს ძლიერ ცენტრს პირობითად ხო და არ გამორიცხავს ცენტრის საერთო პოლიტიკას მაგრამ ის ასევე ნიშნავს იმას რომ დეცენტრალიზებული იყოს გადაწყვეტილებები და უფლებამოსილებები და ვალდებულები ხო ვალდებულებები რას დამატებ რა ეშლება ხალხს აი წამოვიდე რომ განქორწინება რო აკრძალო რა თქვა რომ არ მინდა ოჯახები დაიშალოს ხო აი ეს ხო არ შექმნის გარემოს რომ ოჯახი ძლიერი იქნება პირიქით პრობლემებს გააჩნს სხვადასხვა რა მაგრამ შეთქვა რომ კაცო წესრიგად მოიქეცით ცოლქმარი რა ნუ და ისე გააძლიერეთ ოჯახი რომ განქორწინების სურვილი არ გქონდეთ. ეს ხო პროსტორი იქნება. ხო და აქაც რავი ხა შენ თუ რაღაც უფლებამოსილებას გადასცემ რეგიონს. ხო და იმაზე რაზეა საუბარი ეს უნდა განმარტოთ. ხო კი არ გაგექცევა მაინდა-მაინც ეს ნიშნავს რომ რავი წესრიგი ურთიერთობა გაქვთ, ნდობა გაქვთ, რაღაც გაქვთ. რა თან აქ ძალიან მნიშვნელოვანია რომ გავმარტოთ და ეს არის განმარტებული რა შეიძლება იყოს რეგიონული მმართველობის უფლებამოსილება. იმიტომ რომ ხშირად მე დისკუსია რომ ხდება რეგიონულ მმართველობაზე და ადგილობრივ თვითმმართველობაზე, ხალხს გონია რომ თავდაცვის სამინისტროს ფუნქციები უნდა გადაიცეს ადგილობრივ თვითმმართველობას და რეგიონულ მმართველობას. ან კიდე არ ვიცი, ეს ძალიან არასწორი არის, ხო? აქ საუბარი არის ძალიან ელემენტალურ რაღაცებზე, რაც ბუნებრივად არის რეგიონული მმართველობის ფუნქცია და საერთოდ არ არის ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენცია, ხო? აი ძალიან მარტივად. საკუთრების უფლება, ხო? აი ახლა მუნიციპალიტეტებში უბრალოდ აქ ახლა კიდე ადგილობრივ თვითმმართველობაზე საუბრობთ, რეგიონული განვითარება კიდე სხვა რგოლია, მაგრამ ერთმანეთთან დაკავშირებულია. მაგალითად მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი ქონება არ არის მუნიციპალიტეტის საკუთრება. აი ადგილობრივი ქონება პირობითად ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რაღაცა შენობა რომელიც თქვენ შეგიძლიათ ნახოთ განადგურებულია და ხელს არავინ არ კიდევს, რომ მოუნდეს პირდაპირ წესით არჩეულ მერს, რომელსაც ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია აქვს და ხოცები ჩვენ რო გვეუბნებიან რომ ეს არის თავარი მიღწევა და თქვენ ნაცებს რომ მაშინ პირდაპირ წესით არჩეული მერი არ ყავდათ და ჩვენ ყავს ჯერტი პირდაპირ წესით არჩეული ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხი, მაგრამ ბალტიის ქვეყნებში ადგილობრივ თვითმმართველობაში ხშირ შემთხვევაში არ არიან პირდაპირ წესით არჩეული მენეჯერები უფრო არიან და საკრებულო არის თავი როგორც წარმომადგენლობითი ორგანო, მათ შორის ევროპული ქარტიით და მე შენ შეგიძლია აღმასრულებელი როგორიც გინდა ესეთი ყავდეს, მაგრამ მე მხარს უჭერდი მაშინაც ხოცების ამ ინიციატივას პირდაპირ წესით არჩეულ მერზე, მაგრამ ნახეთ პირდაპირ წესით არჩეულ მერს, ანუ მაღალი ლეგიტიმაციის ადამიანს არ აქვს რომ მოუნდეს რომ ამ შენობაში უბრალოდ ინვესტორი მოვიდეს და უთხრას რომ მე ხა ამ შენობას გავარემონტებ და რაღაცა კარგს გავაკეთებ, ამის უფლებამოსილი პირი რომ კი უთხრას არ არის მერი. ანუ ეს ძირითადად არის ან ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე და შემდეგ ხდება ესეთი რაღაცა რომ ამ ადამიანმა ამ ინვესტორმა უნდა მიმართოს არა მერს, არამედ ეკონომიკის სამინისტროს. მერე ეკონომიკის სამინისტრო ან კი ეტყვის, ან კი არ ეტყვის, ამასთან დაკავშირებით ჯერ ხო იწელება ეს ერთი. მერე ეხლა იქ აღარ მივყვებით ხო იმას რომ კიდე
ცალკე ბიუროკრატიული ამბავია, ცალკე კორუფციული ამბავია და ასე შემდეგ, მაგრამ ძალიან მარტივი რაღაცა ითქვა, რომ სახლში ცხოვრობდეთ, ძალიან გასაგებ ენაზე რო თქვა, სახლში ცხოვრობდეთ, უნდა გქონდეთ იმ სახლის განკარგვის უფლება, ხო? ესეთ უფლებამოსილებებზე არის აქ საუბარი და არა იმაზე, რომ რაღაც ისეთი უფლებამოსილება ქონდეს, რაც რეალურად ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენცია არის, ხო? შესაბამისად ეს ხშირად ეშლებათ. აი შემდგომ კიდე რესურსებთან დაკავშირებით ასევე ოღონდ ესეც ადგილობრივ თვითმმართველობას ეხება, რომ ადგილობრივ მუნიციპალიტეტების განვითარებაზე ჩვენ ვერ ვისაუბრებთ, თუ მუნიციპალიტეტებს არ დარჩებათ საკუთარი შემოსავლები. თუ ჩვენ დღეს ახლა რა გვაქვს, ხო? დღეს გვაქვს, რომ ცენტრს მიაქვს 80%, იქით, უფრო მეტი კიდე, ხო? მიაქვს იქით და შემდეგ რაღაცა ტრანსფერით აბრუნებს, ოღონდ ეს ტრანსფერიც არის მიზნობრივი, ანუ მიზნობრივს რას გულისხმობ? ეუბნება, რომ ანუ მუნიციპალიტეტი ეუბნება, ცენტრი ეუბნება მუნიციპალიტეტს, რომ შენ აქ დააგებ გზას და იქ თუ ფული მორჩა, მე თან იმას უკან აბრუნებ. ანუ ჩემი ფული, რომელიც შემოდის, ანუ ჩემია ეს ფული, მე უნდა მოგცე შენ და მე შენ უნდა განვისაზღვრო, მე მაგ ფულით რა გავაკეთე, ხო? შემოსავლების და კიდე ცალკე ამბავი არის, მაგრამ ეს განკარგვის წესი და ამაზე პარლამენტში შორო გულაპარაკია, ეს პასუხი ქონდა ხელისუფლებას, რომ ეს რაღაცა არათანაბარ გარემო შექმნის რეგიონებისთვის. აი მაგალითად ფორმალურად არის ჩვენი პრობლემა კიდე რა არის? რეალურად ის არის, რომ შეხედო საკანონმდებლო ბაზას ადგილობრივი თვითმმართველობის. მიფიქრებ, რომ მოკე რაღაცა შედარებით მაინც ნორმალურია ხა რაღაც ოლიგარქიული რეჟიმის საპარლამენტო საკანონმდებლო ბაზას არ გავს რა, რაღაც შესაძლებლობებს იძლევა და ასე შემდეგ. მაგალითად 2017 წელს ვალდებულებაც აქვს აღებული ქართულ ოცნებას და დავალება აქვს პირდაპირ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, ეკონომიკის სამინისტრომ და ასე შემდეგ უნდა შეიმუშაონ გეგმა, რომ ერთი წლის ვადაში ეს ადგილობრივი ქონება უნდა გადაეცათ მუნიციპალიტეტებს. დღემდე ხო არ მოვკითხავ და კითხავს რო უსვამთ პარლამენტში ამასთან დაკავშირებით, აი პასუხი იყო, რომ რაღაცაზე რო სხვა რაღაცაზე რო გელაპარაკებიან საერთოდ. ანუ ეს არის ხო ეს მოჩვენებითი დემოკრატიის ამბავი კიდე, რომ რეალურად თითქოს რაღაც არსებობს, მაგრამ არ მუშაობს, ხო ეს. მაგრამ ეს არის მაინც ადგილობრივი თვითმმართველობაზე ვლაპარაკობ ხომ მაგალითად. ეხლა ეს არის რეგიონული მმართველობა, ეხლა სწორედ რო ახსნათ, არის ცენტრალური ხელისუფლება, არის ადგილობრივი თვითმმართველობა და არის შუარგოლი კიდე რეგიონული მმართველობა. ხო, საქართველოს უნდა გადაწყვიტოს როგორი მოდელი უნდა. ძლიერი ცენტრი. კახეთი გულისხმობა პირობითად? რეგიონულ მმართველობაში? თბილისი, კახეთი და თელავი. არა. ნუ ნახე 9-ვე რეგიონი. ხო, კახეთი, სამეგრელო ზემო სამეგრელო, როგორც არის დაყოფილი. ვერტიკალი როგორ იქნება რა? ანუ თბილისი რაღაც როგორ კახეთი სამეგრელო რაღაც გურია ხო და კი ესე კი არა ცალკე თელავი არა ოღონდ ანუ რეგიონი მთლიანად ეს ანუ 9 რეგიონია მოკლედ და აი ესე მით მაგრამ ეს კიდე რა არის რომ ეს არის შუარგოლი ცენტრი თავისი ესეთი ეროვნული უფლებამოსილებით, ადგილობრივი თვითმმართველობა თავისი ლოკალური უფლებამოსილებები და რეგიონული მმართველობა, რომლის მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ შუამავალი უნდა იყოს ამათ შორის, კოორდინაციას უნდა ახორციელებდეს, მაგრამ ნუ ესეც რა მოდელი უნდა იყოს, ახლა რეგიონული განვითარების მრავალი მოდელი არსებობს, ხო, ევროპის ყველგან სხვადასხვანაირია. ეს შენზეა დამოკიდებული ქვეყანაზე, შენ რა გინდა ამას დააკეთო. შენ აი როგორ უყურებ ამას? ახლა მე უყურებ ესე, მან გახელულია რამდენიმე მოდელი, ამასთან დაკავშირებით ძალიან დიდი დისკუსია იყო, მოკლედ ნაციონალური მოძრაობის დროს, როგორი მოდელი უნდა ქონდეს საქართველოს ძლიერი ცენტრი, ძლიერი ადგილობრივი თვითმმართველობა და სუსტი რეგიონული მმართველობა. ხე, სუსტი რეგიონული გუბერნატორი არის რაღაც ეს. აი, ხა გეტყვი, სუსტი რეგიონი, კი, სუსტ რეგიონულ მმართველობაში რა იგულისხმება, რომ მხოლოდ კოორდინაცია შეასრულოს, თუ ის ასევე იყოს მოთამაშე ერთ-ერთი. არის მეორე ვარიანტი, რომ იყოს ძლიერი ცენტრი, ძლიერი რეგიონული მმართველობა, მაგრამ შედარებით სუსტი ადგილობრივი თვითმმართველობა, ხო? მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ჩავუყალიბდეთ ესეთ რაღაცაში, რომ აი რა მოდელი უნდა იყოს, ამის რაღაცა ესეთი უნივერსალური პასუხი არ არსებობს, რომ ბევრი რაღაცა არის გასათვალისწინებელი და რა. პირველი, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა. ჩვენი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა არის ის ადმინისტრაციული ტერიტორიული მოწყობა, რაც საბჭოთა კავშირის შემდეგ იყო. ხელი არავის არ უხრია. სანდრო, ახლა ბალტიის ქვეყნებმა რეფორმა რო გაატარეს რეგიონული მმართველობის, პირველი ის გააკეთეს. ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ რეფორმაზე იმუშავეს და ადმინისტრაციული ტერიტორიული რეფორმის შემდეგ ჩამოყალიბდნენ იქ გუბერნატორი უნდათ ყოლოდათ თუ არ უნდათ ყოლოდათ. თუმცა ბალტიის მოდელი მაგის მაგალითად საზღვრები უნდა შევცვალო. ახლა ჯერეთი შიდა ერთი და მეორე შეიძლება არ შეცვალო, მაგრამ კონკრეტული ფუნქცია მიანიჭო. შეხედე? აქაც ის არის, ხო? აი მაგალითად, მაგრამ ამაზე სამსჯელოა. ხე? მაგალითად სამეგრელო ზემო სვანეთი, ხო არის? ეს რეგიონს რო ვიძახით სამეგრელოს და კახეთის რეგიონი, რეალურად ესეთი ცნება არ არსებობს, იცით, ტერმინოლოგიაში მათ შორის იურიდიულში და გეტყვი რატო? იმიტომ რომ ამათ არა აქვს. ეს რასაც ჩვენ ვიძახით. აი გუბერნატორები არ არსებობენ, არსებობენ სახელმწიფო წვრთნებულები და აი ამ რეგიონებს რეალურად არანაირი სტატუსი არ აქვთ იურიდიული. და უფრო მეტიც
აი ჩვენ რო გუბერნატორს ვეძახი და რეალურად რო სახელმწიფო რწმუნებულია, იცი როგორ მოიხსენიება? გუბერნატორი კი არა, მაგალითად სამეგრელოზე მოსვანეთში. პრემიერ-მინისტრის წმუნებული აბაშაში, ზუგდიდში, სენაკში და ჩამოთვლილია ესე 9 მოკლედ 9 კი აი ეს ტიტულები ანუ ყველა ესე ჩამოთვლილია რა. ანუ ამ ხალხს არ აქვს ეხა ჩვენ რეგიონული მართლობა გვაქვს, როდესაც არანაირი უფლებამოსილება არ აქვს. რაღაცა რგოლია შუალედური, უბრალოდ რაღაც ბიუროკრატიული აპარატია, რომელსაც იქ რაღაც კადრები ყავს დაკომპლექტებული ქართული ოცნების წევრები, რომელსაც სუსია კონტროლებს და ოდერები, ანუ არაფერს არ აკეთებენ, გარდა იმისა, რომ დადიან და ფოტო არც აქვს მეტი უფლებამოსილება, იმიტომ რომ ქართულმა ოცნებამ თვალშორის ქართული ოცნების წინასაარჩევნო დაპირება იყო თუ გახსოვს 2012 წელს შენ რეგიონული სამხარეო საბჭოების შექმნა, მე საპატრიარქო ჩაერია მაგაში და აღიქვეს როგორც სეპარატიზმი და ამბავი და რაღაცა, სხვა კარგი მოდელი იყო მათ შორის, რაზეც საუბრობდნენ ძლიერ ადგილობრივ თვითმმართველობაზე, ძლიერ ცენტრზე და რეგიონული სამხარეო საბჭოები, რომელსაც უნდა გაერთიანებინა ეს მუნიციპალიტეტის არჩეული ისინი და შემდეგ ამათ უნდა აერჩიათ მათი ხელმძღვანელი და მთავარი ფუნქცია, მათ შორის ფუნქციით იქნებოდა დატვირთული, ეხა ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქცია თუ არის სერვისების მიწოდება, ხო? მათ შორის იქ რაღაც ნარჩენებზე, ინფრასტრუქტურაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? იქ ადგილობრივი ჯანდაცვა და ასე შემდეგ, რეგიონულ მმართველობას უნდა ქონდა კიდე თავისი განსაზღვრული ფუნქცია, გარდა კოორდინაციისა რა არის და თუ ფუნქცია არ აქვს, მაშინ რატოა საერთოდ. მაშინ ეს ჩაიშალა და რაღაცა საკონსულტაციო ამ არგუმენტით ჩაიშალა, რომ ეგ სეპარატიზმს გამოიწოდა და რაღაცა საკონსულტაციო საბჭოები ესე ქვია, ეხა ყველა საინტერესო მოდელი არის ხოთაშორის, მე ვიტყოდი უნიკალური, რითი იცი, რომ ეს არჩეული მერები ყავთ შეყვანილი ამ რეგიონულ საბჭოში და ეს არჩეული მერები თავისგან ხო ლოგიკურია, რომ არჩეული პირებიდან აირჩიონ. არა, მაგათ ნიშნავს პრემიერ-მინისტრი, მერე სახელმწიფო რწმუნებულს გუბერნატორს, რომელსაც არაფერ უმრავლოდ იკრიბებიან და ერთმანეთთან ლაპარაკობენ, ხო? ისე, რო გადავიდეთ, აი რა ფუნქციებს წაიღებდი ცენტრიდან? აი მე ჩვენ ხო იცით ვაფშე ძალიან უყვარს ეს დეცენტრალიზაცია ზოგადად. მე საერთოდ ვუყურებ ძალიან, ეხა ეს ძალიან ჩემი ნებერობა ვაფშე ამოატრია. ეხლა ძალიან რისკიანია მე რასაც ვიტყვი. შენ გიწერე ეს თქვი კაცო. ხო, მაგრამ არა გამიხილა მე მაგას რა. მაგ წინში მე არ ვაძლევ, არ ვახვევ თავს ასე ვთქვათ მკითხველს იმას, მე რა წარმომიდგენია და მე როგორ წარმომიდგენია. მე ვაძლევ იმის შესაძლებლობას, რომ ვანახო ყველაფრის არგუმენტი, ვანახო კონტრარგუმენტი, თუმცა მაგ მასავე აი ესე გრაფიკის მიხედვით, აი როგორ უნდა დაიწყოს ამაზე მუშაობა ქვეყანამ, როდის უნდა დაასრულოს და რა უნდა გააკეთოს და ასე შემდეგ, მაგრამ მე ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული განვითარების უფლებამოსილებას ვუყურებ ძალიან ფართოდ. ნუ რა თქმა უნდა, ეს ერთ დღეში არ გაკეთდება, მაგრამ მე საერთოდ ვუყურებ ისე, რომ ადგილობრივი პოლიცია მათ შორის იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ისა ქვია ფუნქცია, ჯანდაცვა მათ შორის ადგილობრივი იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქცია. მანუს სკოლამდელი აღზრდა არის, მაგრამ ნუ ეს არ არის ის ხო, რაღაც მაინც ზოგადად სკოლამდელ აღზრდაშიც ინფრასტრუქტურული. მაინც რა მაინდა. მე ეს რომ მაღელობ და ეს ჩვენ სხვა გვინდა შერიფები რაღაც, რომ აი გასაგებია შეიძლება თქვა სერიულ კვლევას ცენტრალური მთავრობა დაძდევდეს, იმიტომ რომ სხვა რეგიონებში გადადის და რაღაცა რა ვიცი საერთაშორისო რაღაც დანაშაული იარაღის ტრაფიკი რაღაც შეიძლება იყოს ცენტრალური მთავრობის, მაგრამ აი ადგილობრივ და სადღაც უბანში რაღაცა მიჩხუბა რა, ის ხო რაღაც იქაური ტიპის გასარჩევი ამბავია პოლიციელის რა. მაგრამ ჩვენთან პოლიციელებს როტაციით მოძრაობენ რა, ანუ რაღაც გურიდან გადაყავთ სადღაც, რომ ეს კიდე ცალკე ამბავია, ცალკე პრობლემა არის. ხო და აი შენ ხო იცი აი მაგალითად ეს იდეა ადგილზე თქვა ზუგდიდში ხალხს როგორ აქვს ახმული, აი არანაირად არ ახმული. ანუ ისა იმას გულისხმობ, რომ ეს ნახე როგორ არის. აი არ უნდათ რომ თავიანთი პოლიციელი ყავდეთ რა. ამაზე ხო დისკუსია არასოდეს არ გახსნილა, სანდრო. ამიტომ ხალხის რო ამაზე რაღაცა ჩამოყალიბებული ხედვა არ აქვს. ხა ხალხს მე ვიზახი ხალხი არ ვიზახი იქ რაღაც რამდენიმე ადამიანზე ვიცი ის ყველაფერი ხო? ანუ რაღაც ესეთ ფართო მასებზე, იმიტომ რომ ამაზე დისკუსია არასოდეს არ გახსნილა ამ ქვეყანაში და არასოდეს არ გვიმჯელია აი ეს საჯაროდ რომ ეს ხალხი ამაზე დაფიქრდეს. ეს ხო კიდე ცალკე პრობლემა არის, ჩვენ თქვი ეს და ზოგადად შსს პრობლემა არის რა, ეს შსს როგორც რაღაც მონსტრი ამ შემთხვევაში და ეს როტაციას რაღაც გაუგებარი და რაღაცა. ხო, მაგრამ რეალურად ხო მთელი ამბავი რა არის, ესეც სეპარატიზმში გადაყვეთ, მაგრამ ასაც შენ ამბობ რომ ხო ადგილობრივი პოლიციის უფროსი მე მივესალმები რომ აირჩეოდეს. ასევე კონკრეტული, რა ქვია, უფლებამოსილებით და კონკრეტულად უფლებამოსილი ანგარიშვალდებული იყოს შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობასთან. მოკლედ სკოლები და განათლება ადგილობრივი სკოლა და ერთი არის რომ კიდე ძალიან სწორად მინდა გაიგო, ერთი არის რომ ეროვნულ სტანდარტებს
როგორი უნდა იყოს განათლების მთავარი მიმართულებები, ამას ცენტრალური ხელისუფლება ადგენს ცხადია ყველგან და ასე შემდეგ, მაგრამ ნახე მაგრად გეცინება. ჩვენ ხო ამას არ ვთანხმებით, მაგრამ კი, ოკეი. არა, მე ამ შემთხვევაში ვიძახი იმას, ანუ რავი, რეალობა რაც გვაქვს მაგათაც იმას არ დახები რა. არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ხო? იმიტომ რომ დღეს ადგილობრივი თვითმმართველობებს, მაგალითად, იმის უფლებაც არ აქვს, რომ სკოლაში თავისუფლად შევიდნენ, რომ იცოდე, განათლების სამინისტროს თუ არ თხოვეს არჩეული მერი სკოლაში ესე თავისუფლად ვერ შევა. პირობითად და ვერ დაათვალიერებს რა ხდება და ასე შემდეგ. ამიტომაც მე ესე უყურებ საერთოდ გაფართოებას უფლებების, ადგილობრივი თვითმმართველობის, რეგიონულ მმართველობასთან დაკავშირებით ჩვენ და ჩამოყალიბდით, იმიტომ რომ რეგიონული მმართველობა ბევრად უფრო აქ ესე ცალკე აღებულად, მანდ არ არის განხილული შეგნებულად ოკუპირებული ტერიტორიები და არ არის ასევე განხილული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, მაგრამ რეგიონული მმართველობის დისკუსიისას ჩვენ ეს მოცემულობაც გვექნება აუცილებლად, ხო? აი მაგალითად, აი იცი რა არგუმენტია რაც თქვი ამ ტრანსფერების და რატომ მიდის ფული ბიუჯეტში, იმიტომ რომ მე პირობითად გურია ხო თან ღარიბია თქვა და ამიტომ მაგას დახმარება ჭირდება და საიდანაც წამოიღოს დახმარება. ფაქტობრივად რო შეხედო, უფრო თვისფრო ეხმარებით ვიდრე დანარჩენს. ხო, მაგრამ იცი რა ამას რა უშლის ხელს, აი წამოგინე თუ კახეთს და გურიას აქვს რაღაც ავტონომია გადასახადები დააცეს, როგორც ამერიკაში შტატებს აქვს რა, რაღაც გადასახადები ცენტრალური მთავრობის არის, რაღაც შტატების. არის ეს ადგილობრივი გადასახადები ადგილზე, მაგრამ ძალიან ცოტა. ანუ არაფერს არ ცვლის რა, პრინციპი კონკურენციაში კახეთის სამედოსთან ვერ შევა, რომ თქვა საწარმო კახეთში გახსნა, იმიტომ რომ თქვა სამედოში იხსნება უკეთესი გარემოა და ეხლა კახელებმა გადასახადები დაწიეს და იქეთ წამოვიდა, როგორც ხოდა კალიფორნიიდან ტეხასში მილიონობით ადამიანის გადასასვლელებიან ეხლა, იმიტომ რომ უბრალოდ ბევრად უკეთესი გარემოა ტეხასში და ამიტომ კალიფორნიის ხალხი მიდის იქ. ან ნიუ-იორკიდან რაღაც მაიამიში მიდიან რა, ან ხვდები რაღაცას და შეთუ ეს არ მიეცეს ეს უფლება. მაშინ გამოდის რომ კონკურენციას ვერ შედიან, ის გურია დარჩა ღარიბი, იმიტომ რომ პირობებს ხო თბილისში შეადგენენ. ის გურიაზე მორგებული არის, ან ვიღაცაზე არის მორგებული და მე ის ღარიბია და რა უნდა ქნა, მაშინ ვიღაცას წაართვა და მისცე და ამიტომ ბოლოს იწყება ცენტრალიზაცია და ეს არის არგუმენტი, ან ნახე, საბაბია უფრო სწორედ რა, ყოველთვის, როდესაც არ უნდათ რომ სრულყოფილი დეცენტრალიზაცია განახორციელონ, იმიტომ რომ როდეს მე ხა ხონდა გააკეთონ და ხონდა ცადონ, რომ შენი თქმის არ იყოს თუ მაგის უფლებას არ მისცემ, რომ რაღაცა თავისით გააკეთოს, თავისი პირობების შესაბამისად. და შენ ვერასოდეს ვერ მიხვდები შეუძლია თუ არა მაგას რაღაცის უკეთესად გაკეთება, ხო? ეს ქონდათ ეს არგუმენტი ძალიან ხშირად მაგას რო ვეუბნებოდი, მაგალითად, ტალენჯიხეში ხო არის ეს ენგურჰესი. და ამ ენგურჰესის ქონების აღრიცხვა ბოლოს გაკეთა 2012 წელს. და მაშინაც უდიდესი პრობლემა იყო, რომ დადგინდა ესე, რომ ქონების იმის მიხედვით იხდიან შემდეგ ბიუჯეტში, ხო? ეხლა დაახლოებით ძალიან უხეშად რო თქვა ეს ციფრები, დაახლოებით არის ესეთი, რომ აი თუ ენგურჰეს ზოგადად ქვეყნის ბიუჯეტში შეაქვს 10 მილიონი, ტალენჯიხაში თუ არ ვწდები, იმიტომ რომ გიას დროს ეს იყო ხა თუ რამე არ შეიცვალა, სადღაც 1.200.000 და ხანდახან არც მილიონი. ანუ წორე მაგათ ტერიტორიაზეა. პლუს აფხაზებს დენს უფასოდ ვაძლევთ. და ანუ ჩემს იმის შესაძლებლობას არ აქვს მუნიციპალიტეტს რეალურად, რომ თვითონ განსაზღვროს ეგ რამდენი უნდა შევიდეს მასთან მუნიციპალიტეტში, იმიტომ რომ განსაზღვრავს პირდაპირ ცენტრი და ყველაფერში ესეა, ხო? და მუნიციპალიტეტები დღეს როგორ არიან, რაღაც კასტრირებულებებით არიან, რომ რაღაცის ლეგიტიმაცია ხო, თვითონ არჩეული საკრებულო და თვითონ პირდაპირ წესით არჩეული მერი, მაგრამ რეალურად არანაირი ფისკალური დეცენტრალიზაცია, ანუ რესურსი არ აქვს ჯერ, რა რესურსის არის ის თლიანად ცენტრს მიაქვს. შესაბამისად ეს კლავს ნებისმიერ ინოვაციას, მე რაღაცა ახალი რომ მოიფიქრონ. და მეორე, პოლიტიკური დეცენტრალიზაცია, იმიტომ რომ პოლიტიკური დეცენტრალიზაციის მთავარი პრობლემა მანდ ეს არის, რომ პირდაპირ პარტიულ გოლს არიან ჩამოკიდებულები და პირდაპირ პარტია არის როგორც ყველგან ადგილობრივ თვითმმართველობაშიც რეალურად შემოსული, ხო? შესაბამისად ეხა ეს ორი კომპონენტი რო ვერ ხორციელდება, იქ ვერანაირ ადგილობრივ ინიციატივაზე ვერ საუბრობ. ამას ხო თავისი აი წინში მაგაზე ვსაუბრობ, რომ ამას ყოველთვის ხა მე არ მინდა ისე ჩამითვალო, რომ ეხლა ამ 14 წლიან პერიოდს ვაკრიტიკებ და დანარჩენს არა, მან სხვათა შორის მაგ წინში განხილული არის. ხო ხშირად არის ხოლმე რომ ეს რაღაც რეგიონალიზმის სეპარატიზმია და ასე შემდეგ. აი წინში დაყოფილი არის საერთოდ ფარნავაზის დანმოყოლებული, როგორი იყო
ნიშნები რეგიონალიზმის ოღონდ, იმიტომ რომ ეხლა ამას ვერ შევაფასებთ როგორც თანამედროვე დეცენტრალიზაცია და რეგიონული მმართველობა, მაგრამ რა ნიშნები იყო საერთოდ და რატო დაჭირდათ მერე უკვე შემდეგ პერიოდებში საერისთავოება დაყოფა ამ იმის, ხო? თეორიულ ნაწილში ხუთაშორის განვიხილოთ, მათ შორის რომის გამოცდილებას ათენი და ასე შემდეგ, ეხლა აქაც პირობითი არის დეცენტრალიზაცია, მაგრამ მაშინაც რა მოხდა? რაც უფრო დიდი იყო სივრცე, მით უფრო მეტად უკეთესი ორგანიზებისთვის ჭირდებოდათ, რომ რაღაც უფლებამოსილები და ვალდებულებები გადაეტანათ სხვაგან, ხო? რეალურად. რა გამოცდილება გვაქვს მაგალითად რუსეთის იმპერიის როგორ შეცვალა რუსეთის იმპერიამ მერე ეს გამოცდილება დეცენტრალიზაციის და რეგიონული მმართველობის კუთხით მერე როგორი იყო ეს 1918-1921 წლებში და როგორ შეიცვალა საბჭოთა კავშირის დროს ხო საბჭოთა კავშირმა რეალურად მოკლა და მერე შემდეგ ეს ეტაპი ნუ მის დამოუკიდებლობის ახლა გამსახურდების პერიოდი ისეთი იყო რომ მანდ ვერ ვილაპარაკებთ საერთოდ ვერანაირი დეცენტრალიზაციას და რეგიონულ მმართველობაზე შეურაცხყოფის პერიოდი სადაც მეტნაკლებად რაღაცა საფუძველი ჩაიყარა ადგილობრივ თვითმმართველობას და დეცენტრალიზაციას ნაციონალური მოძრაობის პერიოდი ხო რომელიც ცენტრალიზებით ხასიათდება და მას მოვაყოლებ ახლა მარტო კონცეფტს კი არ ვაკრიტიკებთ მათ შორის ამაზე ამ პერიოდზე ვსაუბრობ ნაციონალური მოძრაობის პერიოდზე რა ვერ გაკეთდა რატო ვერ გაკეთდა მაშინ და რას ვთვლი რომ მაშინ თავარი შეცდომა იყო მათ შორის ადგილობრივ თვითმმართველობის და რეგიონული განვითარების კუთხით იმის გათვალისწინებით რომ ქვეყანაში სხვა უამრავი პრობლემა იყო კიდე და დეცენტრალიზაციისთვის და რეგიონული მმართველობისთვის რეალურად არავის არ ეცალა ყველას გახსოვს რა იყო ხო მაგრამ ეს არათან ჩვენ ბალტიისპირეთისგან განსხვავებით რომელმაც რატო ადარებ ხშირად ასევე ბალტიისპირეთს იმიტომ რომ ჩვენ ახლა ვერ შევედრებით ადგილობრივ თვითმმართველობის და დეცენტრალიზაციის კუთხით გერმანიას, საფრანგეთს და მას პრინციპების დონეზე კი პრინციპები ევროპული ხარტიიდან არის და ყოველთვის ერთია, მაგრამ ნუ ადმინისტრაციულ ტერიტორიული მოწყობა, ხო, დიდი ქვეყნები არის. ბალტიისპირეთის ქვეყნები ჯერ ისედაც ზომით რაღაცა შედარებით ჩვენთან ახლოს არიან მოსახლეობის რაოდენობით და ასევე ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი საერთო ისტორია. და რა არის ეს საერთო ისტორია? საბჭოთა კავშირის გრევის შემდეგ როგორ მოახერხეს ამ სფეროში ბალტიისპირელებმა, რომ დღეს საერთოდ ნული და იმავე გამოცდილებით დეცენტრალიზაცია და რეგიონული მმართველობით, რაც ჩვენ ქონდა მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა და დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, როგორ მოახერხეს, რომ აი ამ მოკლევადაში მიაღწიეს დეცენტრალიზაციის ძალიან მაღალ ხარისხს, ხო? ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხა ბევრი ფაქტორი იყო ბალტიისპირელებს ესე უმიარგებლიათ და ასე შემდეგ და ეს ყევები და турბულენცია რაც ჩვენ ქონდა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რითაც ჩვენი ეს განვითარება არ ხასიათდება და ბალტიისპირეთის ხასიათდება არის ის რომ ჩვენი ყველა რეფორმა რეგიონული მმართველობის კუთხით იყო არათანმიმდევრული. და ჩვენთან ეს მთავარი პრინციპი რაც არის დეცენტრალიზაციის ზევიდან ქვევიდან ზევით მმართველობა და არა პირიქით რეალურად დაიწყო შეურაცხყოფის დროსაც პირიქით. ანუ შეურაცხყოფის დროს რეგიონულ მმართველობას და ადგილობრივ თვითმმართველობაზე ფიქრი დაიწყეს იმიტომ, რომ გაცნობიერებული არჩევანი იყო მათ შორის მაღალი თანამდებობის პირების, არამედ იმიტომ, რომ მაშინ ევროსაბჭოს წევრი გავხდით და ევროსაბჭოსთვის მნიშვნელოვანი იყო დეცენტრალიზაცია და მე ეს ინტერვიუები ჩაწერილი მაქვს. მაშინდელ თანამდებობის პირებთან და აი თვითონვე აღიარებენ და საოცრებებს ყვებიან, რომ აი ეს დეცენტრალიზაცია და რეგიონულ მმართველობაზე, ანუ რა იყო, როგორ წავიდნენ მერე პირველ ფორუმზე ადგილობრივი თვითმმართველობის და ყველაზე საოცარი ის იყო, რომ მიყვება ერთ-ერთი ანონიმურად ყვებს ჩაწერილი, რომ იქო ყველა არჩეული იყო და ჩვენ განყოფილებით ვიყავით მოსული, ანუ წარც ვერ მიხდნენ, სად იყვნენ, ხო? მაგამ ბავში შესაბამისად ეს ამ არათანმიმდევრულობა საბოლოოდ იწვევს იმას, სადაც ვართ. და ეხლა დღეს სად ვართ, ხო? დღეს ვართ ის, რომ ეს ფორმალურად ყავს შუარგოლი რეგიონული მმართველობა, თავისი სახელმწიფო რწმუნებულით, რომელსაც ყველაზე შეზღუდული, აი ნაციონალური მოძრაობის დროსაც შეზღუდული იყო სახელმწიფო რწმუნებული, უფრო არაფორმალური მმართველები იყვნენ სხვათა შორის, თუმცა ძლიერი მმართველები ეხლანდელი რეგიონული სტრუქტურისგან განსხვავებით. ეხლა ქოცებმა კიდევ უფრო მეტად რეალურად შეუზღუდეს უფლებამოსილება და ერთადერთი უფლებამოსილება რაც აქვს დღეს ამ სახელმწიფო რწმუნებას ვისაც ჩვენ ბიუჯეტიდან ამხელა თანხას ვუხდით და ვინახავთ ახლა წარმოედგინე არის მარტო სახელმწიფო რწმუნებას ხوارი ხო თავს მის აპარატს ვინახავთ არის ის რომ ზედამხედველობა გაუწევს ხო რას უწევს ზედამხედველობას არ ვიცით იმიტომ რომ საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ზედამხედველობას მარტო სახელმწიფო რწმუნებული გუბერნატორი არ უწევს ხო სხვა შესაბამისი ორგანოები უწევენ კიდე კორუფციის ნიშნები თუ იქნება მას შესაბამისი კომპეტენტური ორგანოები ყავს და ანუ აი ესე რაღაცა გამოჩ
მოხერილი რაღაცა რგოლი. და მეორე მხრივ ადგილობრივი თვითმმართველობა, რომელსაც რო შეხედავ, ოკეი, არჩეულია, რო შეხედავ პირდაპირ წესით არჩეული მე რიყავს, რო შეხედავ ხალხზე მათ შორის გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობები რაღაც კონკრეტულ საკითხებზე აქვს, მაგრამ ორ პრობლემას ვაწყებით. პირველი ეს, რომ არსებული უფლებამოსილების განხორციელებაც კი არჩეული თანამდებობის პირების მხრიდან და ეს ადგილობრივი დემოკრატიის ბრალია კიდე და ადგილობრივი ლიდერების არარსებობის, რაც კიდე ცალკე კვლევის საგანი არის, იმიტომ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ადგილობრივი ლიდერების გაზრდა უნდა იყოს და დღეს ვერ იზრდებიან ადგილობრივი კი ლიდერები, იმიტომ რომ ჩაკეტილი პარტიული და პოლიტიკური დეცენტრალიზაციაზე რო ვსაუბრობ, მე ეს არის ხოდაშორის ჩემი სალექციო კურსი მაგისტრებთან. პოლიტიკური დეცენტრალიზაცია, ოღონდ პოლიტიკური დეცენტრალიზაცია როგორი კუთხითია, ეხლა პრობლემასაც მივადექით, რომ პოლიტიკური პარტიების როლი, იმიტომ რომ ადგილობრივი დემოკრატია რომ მკვდარია და ადგილობრივი ლიდერები რო ვერ იზრდებიან, სად არის იქ პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობა? აციებს ხო პოლიტიკური პარტიები ადგენენ, კანდიდატებს ხო პოლიტიკური პარტიები ეძებენ და რატო ვერ ხდება მაინც და რა ნიშნით ხდება და იქ მივდივართ შიდა დემოკრატიის არარსებობასთან შორის, იმასთან რომ სოციალური კიბე ესე თორიკ პარტიებში არ არსებობს იმისი რომ ადგილობრივი ლიდერები გაიზარდო და რეალურად არის რაღაცა ბრძოლა წესების გარეშე პოლიტიკურ პარტიებში რაც უკარგავს ხო მათ შორის ადამიანებს სულს პოლიტიკური პარტიები არ ყავს უბრალოდ ვიცი რა შებრუნებული გაგებით რომ აი რო შეხედო ეხა აი ჩვენ ხო ვარ ნაცები კოცები და ჩვენ ვართ მეთქი რა ეხა რო შეხედო რა რეგიონული პოლიტიკა უნდა გქონდეს პირობითად ლელოს ეხა ამ შემთხვევაში ვაფშე არ ვარ მაგრამ აი რო შეხედო რეალურად რა როცა პარტიული დემოკრატია რო ქონდეს ხო პარტიული სტრუქტურა უნდა ქონდეს ან თუნდაც აი თქვენი და კოცები რო ავიღოთ ამოიგნე რომ ჩვენ უბრალოდ სხვა პრობლემა აქვს ჩვენ იდეოლოგიური პარტია ვართ და წალენჯიხა იყოს თუ ლაგოდეხი იქ ლიბერტარიანელი უნდა იყოს და იქ სად ვიპოვო ამდენი ლიბერტარიანელი თან რომელსაც პოლიტიკა აინტერესებს თან დრო აქვს ანუ მე სხვა პრობლემა მედგას და ამიტომ ფილტრი ეს პრობლემა ჩვენს გვითგას ანუ ეს საერთო პრობლემა არის და აი მაგრამ თქვენ ხა ნაკლებად იდეოლოგიური ხალხი ხართ მაგრამ ამ შემთხვევაში უბრალოდ ის არის იერარქიულად რთულად არის და ბრძოლა მაინც თუ უფლებამოსილებები არანაირი რეგიონში არის როგორ უნდა განსაზღვრო ის რამის გამკეთებელია თუ არა შეხო მაინც თბილისში გაქვს თავარი ბრძოლა და ამიტომ თბილისში მიდის კონცენტრაცია და შენ გინდა ცენტრალიზებული პარტია ხარ. ძალიან ისე რომ ვთქვა, აი ძალიან თავდაბლად ამ შემთხვევაში. მე თითზე ჩამოსასვლელი ადამიანები ვიცი ჩემს პარტიაში, ვინც ქვედარგოლიდან, აი რეგიონულიდან, ჯერ რეგიონული და ადგილობრივი ლიდერები იყვნენ და მერე გახდნენ ეროვნულ დონეზე. და იქ პრობლემა აი მაგალითად ესეთი ვარ მე, რომელიც მოვედი, ხაბე და თათია ნიკოლაიშვილი ხა თუ აპოტრები გურია კიდე ხო რომელიც აი თავისი აქტიურობით იქცა ისეთად რომ დღეს პოლიციებჭოს თავმჯდომარის მოადგილეა ხო ანუ ხე ესეც პრობლემა არის და მაგითო თქვი მე რომ ბევრი გამოწვევა არის ახლა მაგათთან ჩვენთვისაც გამოწვევა ახლა მე თვითონ წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდი იქ საარჩევნო კამპანიას და სიები მიწერია სანდრო და კიდე ბევრი პრობლემა არის ხო იქ ცალკე სუსის ზეწოლები ცალკე რა ვიცი მოსყიდვები და ცალკე უბედურებები მაგრამ ნუ მთავარი მაინც ხო აი ეს არის რომ ეს სოციალური კიბე რო არ არსებობს და ესე ღია პროცესი რო არ არსებობს პოლიტიკურ პარტიებში ეს კიდე დამატებითი პრობლემა არის რის გამოც ადგილობრივი ლიდერები ვერ იზრდებიან უბრალოდ მან ხო როცა წარმოგიდგენთ რა პრობლემა ყურე ორი დიდი ბელადი ერთმანეთს ებრძვის რა ხო და წარმოგიდგენთ აი შენ ხარ თქვა საკრებულოს წევრი სადღაც არანაირი ფაქტობრივი უფლებამოსილება არ გაქვს ფულ შენ არ განკარგავ რაღაცა და შენ ამიტომ არ შეგიძლია ამ ბელაც უთხარ რომ მე აქ ჩემით მოიქცევიო კაცო ჩემი ჭკუით მოიქცევიო და არ დაგეთახები ბოლომდე ლიდერობის არ დაგეთახები ბოლომდე არ დაგეთახები ბოლომდე ჩემს მაგალითზე გეტყვი შენ ხო გამოდიეს ზუგდიდში ხო მაგრამ ნახე აი მე რო ზუგდიდში მივედი საერთოდ პარტიის თავმჯდომარე ზუგდიდში სხვა იყო და არა მე რომ შემომხედა ეხა ზე აქტიური რო ვიყავი ზუგდიდში იფიქრა რომ ჩემი კონკურენტიაო და ანუ კოცებზე უარესი გამატარა დღეს ახლა არ არის საქართველოში და ამიტომ არ ვიტყვი. მაგით ყველა მისის ვინც. აი მართლა გულწრფელად გეუბნებიან საკუთარ პარტიაში მე ამ ყველაფერმა გამაძლიერა და გამოცდილება შემძინა და ხშირად ვამბობ ხოლმე რომ პოლიტიკური მეცნიერების დოქტორი კი არა 10 წიგნი რო გამოუშვა რა გამოცდილებაც პოლიტიკურ პარტიაში მივიღეთ ხო ვერსად ვერ მივიღებდით ხო მაგრამ ანუ მართლა ნახე იქ ბრძოლის წინახაზე ხარ კონცეპტთან და შიგნითაც ბრძოლაში ხარ და მაგით ვთქვი რომ ეს იყო ბრძოლა წესების გარეშე სადაც რაღაცა უნდა გადარჩე, ხო? მაგრამ მე ჩემთვის ყველაზე დიდი мотиваცია მანდ აბსოლუტურად გულწრფელად ვამბობ. სანდრო რაც იყო ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ იქ ადგილზე კონკურენტად მთვლიდნენ და ყველა ცდილობდა, რომ ანუ სადღაც ჩავიჩეხე და ამბავი და რაღაცა, ჩემი აქტიურობა იყო იმის განსაზღვრელი, რომ ცენტრალურ პოლიტიკაში ლიდერებისთვის მე გავხდი მნიშვნელოვანი და საჭირო ადამიანი. ხე, ვინც კი არის
და კი უწევენ ანგარისი მოქმედ თავმჯდომარეს, მაგრამ ამაზე აქტიურია მან და არავინ არ არის ხო და მარტივედის იყო რომ აი რა პრეზიდენტს ხოთაშორის მაგიტო ვარ მე რომ აი მიშა ძალიან დიდ პარტიებს როცեմ აი ჩემთან მიმართებაში ბევრჯერ ყოველთვის მე მიშას რო ვეკავენ ხოლმე და რო ისა რა ქვია მიშასთან რო იტყვი რომ აი აქ წით და რა იყო ეხა მე შენ გებრზი მიშა არა ნახე ამბავი იყო ის რომ აი იცი რა არის წითლიძე არ გვემორჩილება და ამ დროს საერთოდ არ იყო მან დამორჩილებაზე საუბარი ამბავი იყო ის რომ სულ სამი უთულესი წლები იყო 2014-2017 და სამი საკრებულოს წევრი ვიყავით სულ ზუგდიდის საკრებულოში წარნახა 50 კოცი თან როგორ წარმოგიდგენთ და ეხლა მე წამნე რა გიჟი უნდა ყოფილიყავი მაშინ ეს რა ქვია სანტრო მივდიოდი საკრებულოში სადაც აი 2014-ში რა უდიდესი მხარდაჭერა ქონდა მივდიოდი ნაციონალური მოძრაობის მაისურით და ანუ ხო წარმოგიდგენია და იმის გამონაკლისი ხარ მე ხო და ამის გარდაც კორუფციულ სქემებზე და ასე შემდეგ ანუ და ბიშა ძალიან მარტივად პასუხობდა რომ რა გინდათ ამ პოსტთან რა აი არგუმენტი მითხრა გავიგე რომ ყველა ამაზე საყდურს მეუბნებით და შემჭამეთ მაგრამ გამარკვეთ რა გინდათ ანუ იბრძვის ეს არაფერს არ ითხოვს, ანუ რავი თავისთვის დადის, აკეთებს და რას გადაეკიდა ჩემთვის ეს მართლა ძალიან დიდი მხარდაჭერა იყო მაშინ, ნახე, ანუ მიშასგან მე ეს ხო ხა მე სხვათაშორის არ მეუბნებოდა არასოდეს მაგას მიშა რო შენზე საყდურს, მაგრამ მე ხო იგებ პარტიაში, ხო, რომ აი ესა. მაგრამ ხო, ანუ მე არ იყო ეს მარტივი, სხვათაშორის იგივე გზა იმასაც ხაბესაც ეხა მე ვიცი ხაბეს გზა პარტიაში, ხაბეს რიგითი კოორდინატორი იყო რომ მოვიდა, როგორც მე ნახე და ხაბეს სანამ პარტიის თავმჯდომარე გახდებოდა და სანდამ საერთოდ ფილის საკრებულოს წევრი გახდებოდა უამრავი შიდა ბრძოლა გაიარა მაგრამ რატომ მოვაყოლე ახლა ეს ყველაფერი რომ იმიტომ მაგიტომ არის ახლა თათიას განსაკუთრებულად ვცდილობ ეს რეგიონული ლიდერები ვინც არიან რომ აი რითაც შემიძლია ყველაფერი დავეხმარო რაღაცნაირად ეს გზა მათ გაუმარტივდეთ მაგრამ რატომ მოვაყოლე ახლა ეს ყველაფერი თქო რომ აი რომ ამბობ რომ რეგიონული ადგილობრივი დემოკრატია არ არის თქო და ადგილობრივი რომ ვიღაცა შეიძლება დაიღალოს სანდრო და თქვას რომ რა შევაკდო ახლა რა ვიცი ამ ბრძოლაში ხელფასი ჩემი საკრებულოს ხელფასი იყო 80 ლარი მე რო საკრებულოს წევრი გახდი ეს ახლა რომ მოუმატეს და მე რო გახდი ფრაქციის თავმჯდომარე ჩემი ხელფასი ზუგდიდში იყო 250 ლარი და ორი მოწვევის საკრებულოს წევრი იყო მე 2014-დან 2020-მდე ვიყავი ზუგდიდში საკრებულოს წევრი და ნახე ანუ мотиваცია ამ ადამიანებს ხო უნდა მისცე ხო და შენ ვერანაირ мотиваციას ვერ აძლევ პოლიტიკური პარტია და კიდე ანახებ რომ რაღაც დახურული პროცესია და ვერ ხვდები გაწყვეტილებებს როგორ იღებ სოციალური კიბე როგორ განვითარდე ამას ვერ ხედავ და ეს დემოტივაცია ახალი ადამიანებისთვის ხო ამიტომ ეს პრობლემა არის ადგილობრივი დემოკრატიისთვის პოლიტიკური დეცენტრალიზაციას რო დაუბრუნდეთ ერთი ხო პოლიტიკური პარტიების როლი მეორე თვითონ მოქალაქის როლიც ხო ადგილობრივ თუ მოქალაქე ადგილზე ვერ ხედავს რომ მის არჩეულ მერს შეუძლია რომ გადაწყვიტოს პრობლემა ან გუბერნატორს და რომ მიდის და არ შეუძლია გადაწყვიტოს ეს პრობლემა სანდრო მაგის თვალში უკვე ეგ ავტორიტეტი არ არის მის თვალში მე არის ავტორიტეტი ცენტრალური ხელისუფლების ვიღაცა ადამიანი რომელიც შეიძლება შემთხვევით ჩამოვიდა ზუგდიდში რაღაც თხოვა და გაუკეთა აუ ეს წამს შეიძლება რეკლამაზე გავიდეთ ჩვენ კი დავაგვიანეთ და ხანი და ბოლოსკენ კი მივდივართ მაგრამ ცოტა რეკლამაზე გავიდეთ ვალდებულება გვაქვს სიამოვნებით ორი პატარა რეკლამა გვაქვს ხალხნოთ და ძალიან გთხოვთ რეკლამა მოიტანა ჩვენ ტელევიზიაში ძალიან უჭირდება და რომ დიდი სარეკლამო პაუზები გქონდეს ხოლმე. და აი რეკლამაზე გავიდეთ ხალხთან და რო დაბრუნდებით მე დაგიბრუნდებით მალევე. ჩვენ გვჯერა რომ თითოეული მოსწავლე რომელიც ჩვენ კარში შემოვა გენიოსია რომელმაც უნდა იყოს მის შინაგანი მოწოდება და სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოს. ჩვენ გვჯერა, რომ ფიქრის გამომწვევი კითხვების დასმა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სწორი პასუხების დაზეპირება. და ჩვენ გვჯერა, რომ მკაფიო აზროვნებას სწორ გადაწყვეტილებამდე მივყავართ. სწორი გადაწყვეტილებები ქმნის ჯანსაღ ჩვევებს, ჯანსაღი ჩვევები აყალიბებს ხასიათს, ხოლო ხასიათი განსაზღვრავს ბედისწერას. ამერიკული სკოლა რომელსაც მართავენ ბავშვები. საუკეთესო არჩევანი, როცა რეიტინგული არხები გჭირდება. დაგვიკავშირდი ნომერზე 032 205 12 12. ჩაერთ ექსელში სრულიად უფასოდ. Digital TV, შენთვის შექმნილი მაუწყებლობა. ხო, ვაგზელებთ ესე იგი. ხანმოკლე რეკლამები. ხანმოკლე.
ეს ხო იცი პოლიტიკური ფული ჩაკეტილია ჩვენ ქვეყანაში. ხო და რავი აბა. როცა დაინახავ რომ გადატენილი ვართ რეკლამა და Coca-Cola-დან დაწყებული იმით რა ვიცი რაღაც უცხოური კომპანიებით, მაშინ რაღაც შეიცვალა ესე ქვეყანაში. ხო, იქნებ ძალიან უცნაურია და სხვათა შორის ეხლა რო არ დაგასპოილეროთ იმ მეორე წიგნზე რომელსაც მუშაობ, მანდაც განვიხილოთ რომ რა იმართება ბიზნესს. რატო ვარდება ესეთ კონფორმიზმში? რომ ეხლა ვერავინ დამაჯერებს რომ რაღაც ელემენტარული შემოწირულობა აი იმისთვის რომ ქვეყანაში რაღაც ოდნავი დემოკრატიული პროცესი შენარჩუნდეს, ვერ ხვდებიან რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს, ან შეიძლება ისე დააზარალოს ესენი, რომ ბევრი რაღაცა დააკარგინოს რა რეალურად. ეს ხო უცნაურია, იმიტომ რომ თან ეს დიდი ნაწილი ამ ხალხის უბრალოდ იმით შოულია, რომ დაალაგებით შოლობდა ფულს, კაიგე და უბრალოდ არ უშვებს იმის რისკს. ჩალიჩით. ხო რა, ხო, ცხადია და იმის რისკი არ უნდა აიღოს, რომ მივა და კითხავს, აი თქვა 1000 ლარს წირავს რა, ხო აგასებ 1000 ლარს, არავინ იდეაში არ აკონტროლებს 1000 ლარს, ხა ქვეყანა 1000 ლარი რა არის, მაგრამ ის მილიონერია და მოდის 1000 ლარს მაგდებს და რო კითხავს გირშატო მაფინანსებოსო. აი ამ კითხვის ეშინია, გაიგე? არა 1000 ლარის, იმიტომ რომ ნუ აი რავი ხარ, მაგრამ უკვე ფაქტია, გიჩს აფინანსებ და რატომ აფინანსებ რო კითხოს კოცმა ვიღაცამ რა, რა გინდა რამეს გვერდში? რამე პრობლემა, რამე ხო აქვს თუ მინდა კითხე ჩვენ დაგილაგებთ, ხო? ის რაში დაგჭირდაო რა. და ეხლა ამან რო ვთქვას, იცი რა, ზოგადად მინდა ასეთი პარტია იყოს, რომ რამე რომ მოხდეს და წესერი ხალხი იყოს, რომ პირობითად ასე რო ვთქვას, რა, ჩვენ რა დაგიშავეთ, რით ვართ უწესო და აი ლაპარაკს გაურბის რა. ეს არის რომ ჩვენ ყველას არ ეხება ცხადია, იმიტომ რომ მე ბევრ ნორმალურ ადამიანსაც ვიცნობთ, მაგრამ იდეის გარეშე ბიზნესი არის ეგ. კი. როცა ყველაფერი მართდება პრაგმატიზმით. და როდესაც ყველაფერი პრაგმატიზმით მართდება, ეგ უკვე არ არის არც ფასეულობა და მოისე მოკლე ბიზნესის მოკლევადიანი ჰორიზონტი აქვს, ანუ შორს არ იყურება. აი 10 წლის შემდეგ რა იქნება არ იყურება. აი ეხა ხო აქვს ფული, ეხა ხო აქვს რაღაც შეკვეთა, ეხა რაღაც ის აქვს მოგებული რაღაც და კარგად არის რა და ხო და რო აი 5 წლის შემდეგ შეიძლება საერთოდ ამოტრიალდეს და აღარაფერი აღარ ქონდეს. ძალიან ბევრჯერ მისაუბრია სხვადასხვა მათ შორის ისეთ ადამიანებთან, ვინც ძალიან წარმატებული ბიზნესმენები არიან და ისეთ დიდი ფულის პატრონები არიან და მეცნობა ხომ ეხლა მოყვები ამას, რომ განსაკუთრებით მეცნობა ხომ რომ მოდიან ჩემთან სადმე რომ ნახულობა და მეკითხები, აუ გვეშველება რა. მიკვირს ხოლმე რომ აი და ბუთხარი კიდეც ერთ-ერთ რომ მეთქვი ეს ეკასოს აქციების პერიოდი რო იყო რაღაც დიდი აქციები რო იყო რა ეს ისინი და ერთ-ერთი გადამეკვეთა შემთხვევით მოკლედ საერთო მეგობრის რაღაც ივენტზე და მოვიდა და მეუბნება რომ აი აბა ეს ევროპული ის გაჩერება და მთელი ამბავი იყო და აი რა გვეშველება რა ანუ შეძლებთ რამე ეს რომ რაღაცნაირად ეს ყველაფერი გავაჩეროთ და თქვი რავი ერთი კვირის წინ პრემიერთან თქვენი ჯეკით შეხვედრაზე გამოყვედით თავი ხარი დაუჭირეთ და მე რანაირად გინდა რომ ესე შევსო ძალიან უცნაური ფენომენია რეალურად ეს რა ერთხელ წვაშეთ პარლამენტში კოც ბიზნესმენი არ ვიტყვი ხო რაღაც ხდება რაღაც განიხილავენ და დგავართ და ლაპარაკობთ და მე უხსნი რა რომ რაღაც ძალიან ცუდ რაღაცას აკეთებენ ასე და კი მაგრამ როგორ გავაჩეროთ რა მე ხარ დამაფინანსეთ მეთქი და მე გავაკეთებ ყველაფერს და შემოხედავ კაი მე რო ვეღარ ნახავდი დარწმუნებული ვარ რა მე რა უნდა გავაკეთო აგიხსენი რა ცუდი რა წაი და აუხსენიშნი პარტიის და რა ხო მოგიყევი რა არის ცუდი და კიდე თუ რამე გინდა რომ გავაჩერო მე შემიძლია გავაჩერო არა რეალურად ფორმაში არიან რა აი რა ჩვენ თქვი რომ რაღაცა აი იმ კითხვაზე იმდენსაც კი არის თან მე ხა ვერავინ და ვერაფერში ვერ დამაჯერებს რომ ძალიან თავმოყარი ადამიანისთვის ყველაფერზე არსებობს, აი მით უმეტეს ამ სიტუაციაში, რომ დაასაბუთო რატო არის შენთვის მნიშვნელოვანი, ხო? და ნუ თუ ძალიან არ უნდათ ამ ყველაფრის წინააღმდეგ წასვლა, არ არის აუცილებელია იყვნენ როგორც არიან, მაგრამ მართლა ეხა 1000 და 2000 ლარზე რაღაც, მაგრამ აი ეგ არის აი ეს ბოლომდე ეგ ფსიქოლოგია რო არის მაინც იმ კონფორმიზმის. კაი, ცოტა დრო დაგვრჩა და ისინი აი როგორ გასაგებია ხელისუფლება უნდა შეიცვალოს რა, მაგრამ აი ამ სიტუაციაში რომ შეიცვალოს. ხო არავის არ ულაპარაკია მართლაც ახლა ზუგდიდელებმა არ იციან რომ შეიძლება თავისი პოლიციის უფროსი აერჩიონ. ან რომ რა ვიცი რაღაც ადგილობრივ რაღაც აი იმას რომ გახოს მეგრულ ენაზე ლაპარაკობდი. წამოგიდგენ რომ სკოლებს რაღაც ავტონომია გქონდეს. ბოლოს და ბოლოს შეიძლება კახეთში სკოლის ფეხაზე კიდია კაცო მეგრული ატომ დასწავლო, მაგრამ რატომ უნდა მიხვიდა კახეთში მეტყვი მეგრული ისწავლე, მაგრამ ზუგდიდში და სამეგრელოში ხო ზუგდიდში რეალური პრობლემა არის. ხო და ეს საკითხი ხო სამეგრელოში ხო რაღაცნაირად ბუნებრივად უნდა წყდებოდეს კაცო შეიძლება კახეთში რა სხვა ენა ასწავლონ ან რა ვიცი მათემატიკა მეტი დრო დახარჯოს და შენ კიდე გინდა რომ ეს დამატებითი დრო დაახარჯო მეგრულ ენაზე რა
აი ასეთი დელეგირება რომ მოხდეს და ამას მართლა დისკუსია ჭირდება, იმიტომ რომ ვიღაცა ამ მეგრულზე მე სულ რამდენი ჯერს გამიგია, რომ სულ სეპარატიზმი რო ელანდებათ, იმიტომ რომ მეგრულს ვიღაცა სასწავლე, აი არ მისმის როგორ შეიძლება მოხდეს ეს ენის სწავლების ესეც ხო საბჭოთა კავშირიდან მოდის და ეს შიშები არის, არასწორი შიშები კიდე ამასთან აი დაკავშირებით. როგორ ისე რა პრობლემას ხედავ, აი ეს დისკუსია თუ არ შედგა და ხელისუფლება შეიცვალა მე ხო ისევ ასეთი დაკვეთით მოვა ის ახალი ხის ვინ ამისა უნდა იყოს. ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ოპოზიცია მე ამაზე ძალიან ბევრი ვიფიქრე, მათ შორის იმ პრაქტიკის გათვალისწინებით ამ 14 წლიანის, იმიტომ რომ მეც მქონდა ხვდები ხანდახან მეც ვიყავი აი ამ არგუმენტების პირველ წლებში, ესე ვთქვათ, რაღაც ტყვეობაში, რომ იცი რა არის, ახლა ამის დრო არ არის და მართლა გონია რომ ამის დრო არ არის, იმიტომ რომ ხან მიჭგვიჭერენ, ხან ვიღაცას ცემენ, ხან რაღაცა და ასე შემდეგ, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღი, რაც იხმარება ოლიგარქიულ რეჟიმს ზოგადად, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება, არის ქაოსი და რას გულისხმობ. და ნახე, ქაოსს გულისხმობ მაგას ზუსტად. თუ შენ აი ამ ეგრე როგორც ჰანა არენტი ამბობს თავის აიხმანი იერუსალიმში, აი ამ ნაცრისფერ ადამიანებს, რომლებიც ბოროტები არ არიან, უბრალოდ სისტემა მაქცია თავის ნაწილად, არანახე რა იქნება რეჟიმის ცვლილების შემდეგ და ეს არანახე ძალიან მკაფიოდ, ისინი ყოველთვის აირჩევენ მაგ სტაბილურობას. იმიტომ რომ სიახლეს, რომელიც მათ არეუბნება, ზუსტად როგორი უნდა იყოს დეცენტრალიზაცია, როგორი უნდა იყოს რეგიონული მმართველობა, როგორი ქვეყანა გინდა ააშენ, როგორი სასამართლო გინდა, როგორი ეკონომიკა გინდა, ადამიანების უმრავლესობას სიახლის ეშინია და განსაკუთრებით ეშინია თუ არ იცის ეს ყველაფერი და ჩვენ რა ვშვრებით? ჩვენ ვშვრებით იმას, რომ აი ესე მთელ რესურსს ხარჯავთ ოლიგარქიის წინააღმდეგ ბრძოლაში და რაღაცნაირად აი არ ვიცი ეს როგორ შემოვიდა ეს საერთოდ ამ დისკუსიაში და რაღაცა რა გონია რომ აი ამ უმნიშვნელოვანესი საკითხებისთვის ეხლა დრო არ არის. არა და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სანამ ეს ამ პროცესს არ დავიწყებთ, ეს პროცესი რეალურად აი მსჯელობები იმაზე, რომ თუნდაც მე პარლამენტში რომ გამოვედი მეგრულად და ვთქვი, რომ მეგრული ჩემი იდენტობის ნაწილია და მე ორი მშობლიური ენა მაქვს ქართულად და მეგრულად, ქართულად რო ვფიქრობ, ისე ვფიქრობ მე მეგრულადაც, ხო? მე მახსოვს მაშინ ადამიანების კომენტარი. აი ბევრი ადამიანის ვინც ვამბობდა, რომ ეს სეპარატიზმია. და ხო ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ ეს არასწორი წარმოდგენები. ჩვენი მთავარი პრობლემა კიდე რა არის, რომ ჩვენ მაისო ბალტიისპირელებისგან განსხვავებით, ჩვენ ვერ გადავაფასებთ მათ შორის ჩვენი უახლესი ისტორია. საქართველოში უნდა მიმსჯელა იმაზე, რა შეცდომები დაუშვით 59 წლის განმავლობაში. ხე? რა იყო კარგი, რა იყო ცუდი, რა არ უნდა გავაკეთოთ და რა უნდა გავაკეთოთ. და აქ შემდეგ ვართ, რომ აი ამაზე რო არ ვლაპარაკობთ, ამაზე რო დისკუსიები არ არის ოპოზიციას შორის და ეს რო აღქმულია, რომ ამას ხალხი ჩათვლის, რომ ერთმანეთს ოპოზიცია ეჭვება, ჯერჯერობით ეს ძალიან დაბალი წარმოდგენაა ხალხზე, იმიტომ რომ აი ნებისმიერ სოფელში რო ჩახვიდენ, ნებისმიერ სოფელში შეიძლება ესეთი ფორმულირებით ვერ კითხოს, რომ დეცენტრალიზაცია და რეგიონული მმართველობა მნიშვნელოვანია, მაგრამ თავისი სოფელი რო უნდა რომ განვითარებული ნახოს, აი ამას ყველა გეტყვის აუცილებლად. ამიტომაც აი ხო რაღაცა მანკერწრეში ვართ მათ ჩაკეტილი და რაღაცნაირად ეგ წრე უნდა გაირღვეს. ძალიან ცოტა ადამიანია შეიძლება ვისაც შეუძლია ამას ეს გაარღვიოს, მაგრამ აუცილებლად უნდა გაირღვეს. ხო, მეც მგონია რომ უბრალოდ აი თავარი ამბავი ეგ არის რა, ანუ მე რატომ გამიშთა ეს იდეა რომ მოდი ამ წიგს, იმიტომ რომ პირველ წიგნი დაფეშტე რა, რო დაფიქრე რა, მართლა ამ კითხვაზე პასუხი უნდა იყოს. იმიტომ რომ თუ შენ ხედავ რომ ის პოლიციელი ზუგდიდში ცუდია რა, არ მუშაობს წესიერად და ეუბნები ზუგდიდის უკაცო შენ აერჩევ შემდეგში პოლიციას. შეიძლება თავიდან უცხოდ მოეჩვენოს ეს ამბავი, მაგრამ მე რომ რაღაცას დაუშავებს ეს პოლიციიდან, აი ისე არ იმუშავებს, ან რაღაცა ქურს არ დაეჭერს წესიერად, რაღაცა იტყვის რომ ვა ეს რო ჩემი ამოჩელი იყოს, აი ანიმ რო თქვა, ან სანდრომ რო თქვა, სხვანაირად შეხედავს. სხვანაირად ექნება. ნახე, თუ არჩეული არ ხარ და თუ შენ ზევიდან გნიშნავენ, შენ იცი რომ შენ აი ბოდიში ამ გამოთქმის ფეხზე კიდია. ვიღაცა მოქალაქე შენზე ნაწყენი იქნება თუ არ იქნება. რა, იმიტომ რომ შენ იცი რომ მისი კეთილ განწყობა შენს კარიერულ წინსვლაზე არ მოქმედებს. ხე? შესაბამისად, ხა რატომ უნდა დამაინტერესოს, ხო? და მე ვეცდები იმის კეთილ განწყობა მოვიპოვო, ვინც მე იქ მნიშნავს, მაგრამ როდესაც ხარ არჩეული, ანუ არჩევითობის თავარი ამბავიც რა არის. შენ იცი რომ შენი მოქალაქეების კეთილ განწყობა გჭირდება იმისთვის,
რომ შენ რაღაცა ვადის შემდეგ კიდე გქონდეს შესაძლებლობა იმისი, რომ სადღაც იყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, ხო? და ეს აქ ანუ საქართველოში ხო ყველაზე მნიშვნელოვანი რა დავკარგეთ ჩვენ, მე აქ მარტო ოლიგარქიულ რეჟიმზე არ ვსაუბრობ, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებზე ნახე, ანგარიშვალდებულება ხალხთან და ეს ყოველთვის არ მართლდება იმით, რომ ოლიგარქიული რეჟიმია და არ შეიძლება რაღაცებზე საუბარი. ანუ ეს არის ანგარიშვალდებულების ნაწილი, რომ მე ადამიანებს ველაპარაკო, როგორი ქვეყანა წარმომიდგენია მე, როგორი რეგიონული მართლობა მინდა. რატო მინდა, რომ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს უფრო მეტი უფლებამოსილება ქონდეთ? რატო მინდა, რომ გადავწყვიტოთ, გჭირდება ეს გუბერნატორი ამ ფორმით თუ არ გჭირდება საერთოდ, ხო? როგორი უნდა იყოს ცენტრის უფლებამოსილება, პოლიციის რეფორმა როგორ უნდა ჩატარდეს, სასამართლო და ასე შემდეგ. უამრავი, ხო? ჩემი ანგარიშვალდებულება არის ჩემს მოქალაქეებთან, რომ მე ამაზე ვესაუბრო და კიდე გავიმეორებ, რომ ადამიანების უმრავლესობა ვერ მიიღებს და ვერ გაბედავს დადგეს ცვლილების მხარეს, თუ ის არ დაინახავს, რომ ეს ცვლილება არ არის ქაოსური და თუ არ დაინახავს კაფიო გზას და არ ვენახებთ კაფიო გზას. კარგი. დიდი მადლობა რომ მოხვედი. იმედია მალე მორჩებით ნაცებში რაღაც შიდა გადაადგილებას და საქმეზე გექნება დრო. თუ გექნება დრო საქმეზე, ჩვენს უგავიხარდება. დიდი მადლობა თქვენ. მადლობა შენ. მადლობა რომ გვიყურებდით და შემდეგ შეხვედრამდე.